იდეოლოგია ახსენეთ თქვენ და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს უმაღლესი განათლება უნდა იყოს დაცლილი იდეოლოგიის მისგან. აქ არის მთავარი ის, რომ ეხლა ტიპიური დღეს რა ლიბერალური განათლება თქვათ, იმას არ გულისხმობ. ლიბერალები არისტოტელიდან ჰუმბოლდტამდე ამბობდნენ, რომ ის კი არ უნდა ასწავლო რა უნდა იფიქროს, არამედ ის უნდა ასწავლო რა იფიქროს და იცოდეს რა საშუალებები არსებობს და მისცე როგორც განათლება, ინფორმაცია, ღირებულება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ღირებულების გარეშე ხედავთ როგორი მოწყვლადები არიან ახალგაზრდები და ვითომ ნეიტრალიტეტის საბაბით არც ეთიკურები არიან, არც სამოქალაქო პასუხისმგებლობა აქვთ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ზოგადი განათლებას როდესაც იღებს ადამიანი და ამ რეფორმის ნაწილშიც გვაქვს ზუსტი ხედვა იმის რომ ზოგად განათლებაში ჩვენ ვაძლევთ ზოგადი განათლებას, ვაძლევთ ღირებულებით განათლებას და ის ღირებულებითი გაკვეთილები რაც დაინერგა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის რომ მათ გაუჩნდეთ ფესვი და ადვილად მოწყვლადები არ იყვნენ ყოველ ნიავის დაბერვაზე და შემდგომ უკვე არის უმაღლესი განათლება, სადაც უკვე იმ პროფესიულ მიმართულებით უყალიბდება მას თვითონ წყვეტს რა იდეოლოგია ჩამოუყალიბდეს, ეძლევა კრიტიკული აზროვნების უნარები და თავად აირჩიოს და გადაწყვიტოს და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდება განათლების სისტემაში და ის რეფორმა ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ამ კუთხით და მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგეხადოთ თქვენს შთამომავლობას დიდი პატივისცემით და ასევე იმ საქმეს, რასაც ემსახურებით, ნამდვილად ჩვენი ქვეყანა და განსაკუთრებით თბილისი არის ღია მუზეუმი იმისა თუ რას საქმიანობასაც ეწევით უნივერსიტეტში და იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო მეტი იქნება ასეთი ნიმუშები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. რომ ჩვენ სავსების გეცახმების, მაგრამ ჩვენთვის აკადემიის მესეურებისთვის და იქ მომუშავე ხალხისთვის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა გემოვნებები აქვს. მაგრამ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი რომ ახალგაზრდა გამოვიდეს აკადემიიდან ადამიანი. აი ეს არის. რომ ადამიანი იყოს homo sapiens, არა homo demios.